მოზარდ მაყურებელთა თეატრის დერეფანში პატარა მაყურებელი სპექტაკლის დაწყებას ელოდება. ბრწყილი და ჭიანჭველა ქართული ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპრის სცენური ვერსია დღეს 450-ად გათამაშდება. ზარის ხმას დარბაზში შეძახილები და ტაში მოხვება და სცენაზე მრავალფეროვანი თეატრალური ფორმებით შექმნილი სპექტაკლი იწყება. სადაც თოჯინები, მსახიობები, ქორეოგრაფიული ჩანართები და ქართული ფოლკლორი ერთად ჯადოსნურ გარემოს ქმნის. თავიდან მე, როდესაც გამიჩნდა ეს იდეა და პირველი გია მარღანიას გაუზიარე, ამის შესახებ და შევთავაზე, რომ ის არ ყოფილიყო მხოლოდ ქორეოგრაფი, არამედ ყოფილიყო თანადამდგმელი რეჟისორი, მაშინ ჩვენ ამოვედით იქედან, რომ ამ ნაწარმოებით ძალიან ქართულით, ძალიან ჩვენი ზღაპრით ფაქტიურად ქართული ფოლკის ისტორია მოგვეყოლა, ან მრავალფეროვნებაზე გველაპარაკა. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო ცეკვა ქართული, ყოფილიყო კინტოური, ყოფილიყო ოსური, ყოფილიყო რაჭული, ყოფილიყო აჭარული. ამას გარდა სპექტაკლში ჟღერს ინოლა გურგულიას, ჰამლეტ გონაშვილის, მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების ხმა. ეს სპექტაკლი დაიდგა 18 წელს და უნდა გითხრათ, რომ აი ამდენი წელს განმავლობაში პრაქტიკულად სულ ყოველთვის ანშლაგებია. უკვე შემიძლია თამამად თქვა, რომ თაობები გაიზარდნენ ამ სპექტაკლზე. რაც შეეხება პროცესს, ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ იცით რა, ეს უჩვეულო კომბინაცია თოჯინები, თითები, ცოცხალი მსახიობი და ასე შემდეგ, ეს მიქსი იყო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო. ბალერინა გოჭები, მხატვარი კატა, რომანტიკული კრუხი და სხვა პერსონაჟები მაყურებელმა მალევე შეიყვარა. პრემიერიდან სულ რამდენიმე კვირაში სპექტაკლი იაპონიაში ითამაშეს. მას შემდეგ ბრწყილმა და ჭიანჭველამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და არაერთი პრიზიც აიღო. მათ შორის სულ ახლახანს მაკედონიის საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლმა გრან-პრი მოიპოვა. მუხა მომისმინე. ამდენი დრო არ მაქვს. მიპასუხე. მომეცი რა რკო. თავარი ისტორია რწყილის მცდელობა გადაარჩინოს მეგობარი ჭიანჭველა ყველა ქვეყანაში უნივერსალურად გასაგები აღმოჩნდა. ნიკოლოზ ფაიქრიძე მონაწილე მსახიობებიდან ერთადერთია, რომელმაც სპექტაკლის შეუცვლელად 450-ჯერ ითამაშა. ეს როლი მისთვის საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან თოჯინის გაცოცხლება პირველად მოუწია. თავიდან შეგვეშინდა ცოტა, იმიტომ რომ არ ვიცოდით ეს როგორ უნდა გაცოცხლებულიყო. მერე ავამოძრავეთ, პირველი ნაბიჯები გადაიდგა, შემდეგ უკვე დავიწყეთ ფიქრი ხმაზე, თუ როგორი ხმით უნდა ელაპარაკა. მერე რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ბატონ დიმა ღვთისიაშვილს, ბატონ გია მარღანიას, ამ ორმა ადამიანმა შეძლო და ჩვენ რაღაცა საერთო ქარგაში ძალიან სწორად ჩაგვაჯინა და დაგვანახა გარედან ჩვენი თავი. მერე უკვე ეს ყველაფერი იყო რეპეტიციების დამსახურება, ჩვენი შრომის დამსახურება და უბრალოდ სურვილის, რომ რაღაც ძალიან ჯადოსნური გამოსულიყო. ამ ჯადოსნური გარემოს შესაქმნელად ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებენ სპექტაკლის სხვა მსახიობები, რაც როგორც სპექტაკლს, ასევე მსახიობებს განსაკუთრებულ რიტმს სცემს. თამაშობ როგორც თქვათ თაქს როგორც თოჯინას, ასევე მე ცოცხალ პლანზე იგივენაირად გამომდივარ მეც რაც ასევე კრუხს, ვეხმარები მუხასთან, გოჭებთან, მოკლედ ვითავსებ სხვადასხვა როლებს ჩვენს სამი სხვადასხვა მსახიობი. ამ სპექტაკლის ერთ-ერთი გამორჩეული ხასიათი არის ის, რომ ბავშვები ხო ძალიან ჩართულები არიან, აი ყოველთვის რაღაცნაირად ინტერაქციულიც არის, სულ შემოდიან ინტერაქციაში და სულ რაღაცებს ეძახიან, გაიქეცი, გამოიქეცი, რაღაც მეხმარებიან ჩემ პერსონაჟს ვისაუბრებ ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ ბავშვები, სხვათა შორის მშობლები ძალიან ერთობიან ხოლმე, იმიტომ რომ არის პატარა, ისეთი კომპაქტური, საყვარელი და მრავალფეროვანი.
მე პირადად ამ სპექტაკლში ცოტა მოგვიანებით შევედი. რთული იყო კი ეს ხვის გათამაშებზე რომ უნდა შეხვიდე, მაგრამ საბედნიეროდ მოვედით სპექტაკლს და რთულია ესე ამდენი ბავშვების წინაშე. მით უმეტეს ისე გიყურებენ, ისეთი სიხარულით შემოგცქერიან. ისე უხარიათ, რომ აქ ვერ იზავ ისე რომ რაღაცა არ გააკეთო. ძალიან გულდასმით და ძალიან მონდომებით უნდა გააკეთო ყველაფერი, რადგან ბავშვებს მოაწონო თავი, შეაყვარო თეატრი, შეაყვარო, რავი, თუნდაც მსახიობობა, თუნდაც თეატრში სიარული. ყველაზე ყურადღებიანი და კრიტიკული მაყურებლისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წილი და ჭიანჭველას დიდი მეგობრობის ამბავი სცენაზე კიდევ არაერთხელ გაცოცხლდება. ასე გადაარჩინა რჩეული თავისი მეგობარი. ხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.